დილამშვიდობის მოგესალმებით. ბავშვთა ფსიქოლოგი ანა ცინაძე გახლავთ ახალი დილის სტუმარი და როგორც დავანებსა თემა არის ინკლუზიური განათლება. მოდით ნახოთ სიუჟეტი. ჩვენი ჟურნალისტი ელენა თავაძე იმყოფებოდა რაბათში ინკლუზიური ექსკურსიით. შეგვიძლია ვნახოთ სიუჟეტი, დაბრუნდებით ძალიან მალე და განვავრცობთ უკვე თემას სტუმართან ერთად. აი თაკო კიდევს ხელს მკლავზე, აი ზუსტად ესეთ გააკეთებინათ თქვენ მეწყვილეს. ვინც მცირე მხედველია და ხედავს, ის უბრალოდ როგორც გინდათ ისე იარეთ. მარშრუტი თბილისიდან რაბათის ციხემდე. გზა, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 202 საჯარო სკოლა პანსიონის უსინათლო მცირე მხედველი მოსწავლეები და ქართულ-ბრიტანული აკადემიის ბავშვები გააერთიანა. მიზანი ინკლუზიური ექსკურსია. შესაძლებლობა ერთმანეთის თვალით, სამყაროს სხვადასხვა გზით აღქმისა და დანახვისა, უსინათლო ადამიანების ინტეგრაცია საზოგადოებაში, სტერეოტიპების დამსხვრევა. ისინი ისევე სჭირდება სახელმწიფოს, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ მაინც მე ვფიქრობ არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პოპულარიზაცია, ასე ვთქვათ. ჩემი ბავშვები დღეს აქ მონაწილეობას ღებულობენ იმ კუთხით, რომ საზოგადოებამ ცნობიერება აამაღლონ. საზოგადოების ცნობიერება იქით ეხმარებიან საზოგადოებას, ასე ვთქვათ. ესენი არ არიან სიტყვები არ მინდა რომ ვიხმარო. სამწუხაროდ არ არიან ის პირები, რომელსაც ახან შეზღუდული შესაძლებლობის პირია, ვაიმე და ეს რაღაცა არ იყო, არ მოდიოდეს საზოგადოებისგან. პირიქით, თქვენ შეგიძლიათ გვესწრუნოთ სკოლაში და ნახოთ კიდევაც. უფრო მეტი შეუძლიათ, ვიდრე მე შემიძლია. უსინათლოთა ექსკურსია რაბათის ციხეში. ერთი შეხედვით თითქოს რეალობას მოკლებული, თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით. გადვალმა ბავშვებმა დიდი როლი ითამაშეს უსინათლოთათვის გარემოს აღქმის საჩვენებლად, სპეციალური დამხმარე ახსნის საშუალებების გამოყენებით. ეს პრეზენტაციაც ინკლუზიური ექსკურსიის ორგანიზატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია ვიმეგობროთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან ექსკურსიის მსვლელობისას წარადგინა. გადველი თანატორლების ხელშეწყობით უსინათლოებმა დაინახეს. მათ თვალწინ წარსულის ისტორია გაცოცხლდა. ჩემთვის ეს დღე იყო ძალიან შთაბეჭდილებით ახსოვსე და ძნელია რა მნიშვნელოვანი გამოყვა აქედან, მაგრამ ფიქრობ ალბათ უფრო ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რაბათის ციხის მეორე ნაწილში განლაგებული მუზეუმი. აი იქ რო შეხვედოდი, ასეთ შთაბეჭდილება გრჩება თითქოს მთელი ისტორია მთელი ისტორიაში ხვდები და თითქოს დრო იწება უკან. ძალიან ბევრი ექსპონატია და ძალიან მნიშვნელოვანი და თითქოს ყოველი ექსპონატში არის მისი დროის სული, ასე ვთქვათ, და განცდა რომ ეს რაღაც შორეული წარსულიდან მოგევლინა.ხედველის თვალით და უსინათლოს ხელით დათვალიერებული შენობების ორნამენტები, ერთად სიმღერა, ცეკვა და თქვენ წარმოიდგინეთ შაშის თამაშიც კი, რომელიც უსინათლოთა სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ინკლუზიური ექსკურსია, ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი უსინათლოთა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. ძალიან კარგი არის ესეთი სახის ღონისძიებების ჩატარება, იმიტომ რომ საზოგადოება უფრო ინფორმირებული გახდება და მაქსიმალურად აღმოვქვით იმ პრობლემას, რაც არსებობს დღესდღეობით, რომ სამწუხაროდ ესეთი ბავშვები საზოგადოებამ ოდნავ გარიყულები არიან. ექსკურსიამ საშუალება მომცა მეც უშუალოდ მიმეღო მონაწილეობა ინკლუზიაში და არ ყოფილიყავი მხოლოდ მოვლენის დამაფიქსირებელი. ექსპერიმენტი, რომელმაც 15 წუთის განმავლობაში გასტანა, უსინათლოების სტიმულატორის გამოყენებით შესაძლებლობა მომცა უსინათლოთა თვალით აღმექვა სამყარო, გაძლიერებული ხმაურების, შეგრძნების, ხნოსვის, თეთრი ხელჯოხისა და დამხმარეს საშუალებით სივრცეში გადაადგილება არც თუ ისე გამიჭირდა. თუმცა როგორც კი მარტო დავრჩე, მარტო დახოჭულ თვალებს ვეღარ გავუძელი და ექსპერიმენტის დასასრული მოვითხოვე. ჩემი ფინალი სინათლის დანახვის ბედნიერებით დასრულდა. უსინათლო ადამიანებისთვის კი მხოლოდ მზის სხევის დანახვაა შეუძლებელი, დანარჩენი კი შეუძლებელი არაფერია. უსინათლო და მცირე მხედველ ადამიანებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, რომ თავის საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად იქრძნან.
ბავშვთა ფსიქოლოგი ანა ცინაძე გახლავთ ახალი დილის სტუმარი, როგორც უკვე გითხარით, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობ რომ მონაწილეობს გადაცემაში. ინკლუზიური განათლება საქართველოში მეოთხე წელია ხორციელდება და სახელმწიფო ახლახანს დადო საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა სასწავლო გეგმა და სტრატეგია 2013-2016 წლის, სადაც აქცენტი არის გაკეთებული ინკლუზიურ განათლებაზე და მის ხარისხის გაუმჯობესებაზე. მე მინდა გკითხოთ იმის შესახებ, როგორ შთაუნერგოთ ბავშვს პატარა ასაკიდანვე ის, რომ მას მოწევს ინკლუზიური განათლების მიღება მაშინ, როდესაც მშობელს რეალურად ეს არ აქვს გამოცდილი. ესეთი ბავშვი, რომელიც ასეთი სახით შედის კლასში, სადაც სხვა დანარჩენი ბავშვი ჩვეულებრივი პროგრამით სწავლობს, თქვენ ამის თქმა გინდათ ალბათ, ხო? მე პირიქით ვიგულისხმე. კიდევ ერთხელ მაშინ? ანუ ბავშვი, რომელიც ჩვეულებრივი პროგრამით სწავლობს, ხშირად მათთვის იქნება გარკვეული დისკომფორტი ხშირად ურთიერთობებში, როდესაც უწევთ მათ ინკლუზიური განათლების საქმე იმაშია, რომ ჩვეულებრივ ზოგად საგანმანათლებლო საჯარო სკოლებში, როგორც ახლა ქვია, მათ ზოგადი სასწავლო გეგმა არსებობს და ბავშვების უმეტესობა სწავლობს სწორედ ამ ზოგადი სასწავლო გეგმით. რაც შეეხება ინკლუზიური განათლების მიღებას, ის ცალკე პროგრამით ხორციელდება, ის მხოლოდ იმ ბავშვებისთვის ხორციელდება. იქ პარალელურად მიდის სასწავლო პროცესი, ისე არ ხდება, რომ ანუ ეს ერთობლივად ერთ კლასში არ ხდება ეს ყველაფერი. ერთდროულად ხდება, პარალელურად ხდება, მაგრამ თუ დაუშვათ სწორედ ამას გულისხმობს ინკლუზიური განათლება, რომ ერთად ხდება. ერთად ხდება. სასწავლო გეგმის თუ გათვალისწინებულია, მაგალითად პირველ კლასში, რომ პირველ კლასელმა რაღაც პერიოდისთვის იცოდეს უკვე 20-100 ინკლუზიური ასე ვთქვათ განათლების მისაღებად მისული ბავშვი აითვისებს მაგალითად 500-ს. და ეს როგორ ბალანსდება, ეს ანუ როგორ ხდება ამის დაბალანსება? უფრო ნელი ანუ ესე იგი ის ექვემდებარება სხვაც, ხო? ესე იგი კლასში არა, სხვა მიდის თავისი პროცესი. რა თქმა უნდა, კი. ეს უკვე მასწავლებლის ხელოვნებაა, ეს უკვე მისი სფეროა. ეს სწორედ აი მასწავლებლის ხელოვნებაა, ეს სად უნდა მიიღოს მასწავლებელმა ეს შინაგანად შეიძლება დაყვეს ეს რა თქმა უნდა პედაგოგიკა გარდა იმისა, რომ არის ეს შეიძლება ისწავლო. ეძლევათ ასეთი ცოდნა გარდა ამის არსებობს მასწავლებლის სახლი, სადაც ისინი ამის შესახებ ამომწურავ და სისტემატურ ინფორმაციას იღებენ. ეს მუშაობს ესე იგი სისტემა. რაც შეეხება, ანუ როგორი არის ახლა ბავშვებში ფსიქოლოგიური ფონი, ანუ რამდენი არის მათთვის მისაღები, ისინი ასაკი ძალიან პატარა ბერენ, მაგალითად დაწყებით კლასებში, როგორ ეგუებიან ამ გარემოს, როგორ უნდა მიაწოდოს მშობელმა ეს ყველაფერი ისე, რომ მათში თავიდანვე იყოს ტოლერანტობის გრძნობა, დახმარების სურვილი, მისი თანატოლის, რომელსაც არ შეუძლია ელემენტარულად რომ გადაადგილდეს თვითონ მარტო ან მხედველობის პრობლემა გააჩნია. დიახ, რა თქმა უნდა ეს კომპლექსური პროცესია და ეს ერთი დღით არ ხდება, რომ დაუშვათ პირველ კლასამდე, ესე იგი 6 წლის ასაკამდე შენ ბავშვს არაფერს არასოდეს არ ეუბნებოდი გულისხმიერებაზე, ადამიანურობაზე, კაცთმოყვარეობაზე და დამოკიდებულია ძალიან ბევრი ოჯახზე თუ როგორ სადიზდება ბავშვი. იქნას მომზადებული, მე ვიტყოდი ბავშვის დაბადებამდე, როგორც ერთმა ბრძენმა თქვა ერთხელ, როდესაც მასთან მივიდა დედა და უთხრა, აი ახლა შემიძინა შვილი და მითხარით, აი როგორ გავზარდო ის, როგორ შეეძლო მისი აღზრდა, რანაირად და შენ უკვე დააგვიანეო უთხრა. ესე იგი ეს იწყება მოსლათყოფნის პერიოდში. და ბიბლიის მიხედვითაც სწორედ ასე ადამიანის სიცოცხლე. და პრენატალური ფსიქოლოგიაც ამას ამბობს სხვათა შორის, რომ მე-16 კვირას ბავშვს ესმის ბგერები და მე-18 კვირას ის სახეს იფარავს არასასიამოვნო ბგერებისგან. ერთი სიტყვით ყველა ის ინფორმაცია, ბგერითის სიგნალი, ხმა, დედის საუბარი, შთაბეჭდილებების გაზიარება, გრძნობები, რომელსაც დედა განიცდის, როდესაც ის გადასცემს თავის შვილს, ეს ყველაფერი მას ესმის. და აქედან იწყება. რა თქმა უნდა, ეს რჩება უკვე მასში და რასაც იბადება შემდგომში ის სასწაულიც არ უნდა იყოს, ალბათ გამოვლინდება ხოლმე ის პრობლემებში, რომ ეს კი წარმოიდგინება. მე რა თქმა უნდა არსებობს სხვადასხვაგვარი. აი სწორედ ამ სხვადასხვაგვარ მიდგომასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ბრძანდებით ბავშვთა ფსიქოლოგი და არ ჩვეულებრივად გესმით ეს თემა. ხშირად არის მიუხედავად იმისა, რომ დედა შეიძლება მუცლად ყოფნის დროსაც იმუშაოს ამ საკითხზე, ბავშვი ჩნდება აგრესია. შეიძლება არ კონდეს მას ელემენტარულად მეგობრის ელემენტარულად არ ეთხოვს სათამაშო. არ უნდა ბავშვია. აი როგორ უნდა დავნერგოთ ეს მის ხასიათში, თუ ბავშვი ხასიათით ასეთია, რომ გაუჩნდეს სურვილი თანატოლის, მეგობრის დახმარების, გვერდში დგომის და არ ვიცი, ჰუმანური ადამიანი გაიზარდოს. კი, გასაგებია, მაგრამ აქ მნიშვნელობა აქვს ასაკს. საერთოდ სამწლამდე ბავშვს არ უნდა მოთხოვოთ ის, რომ მან გაუყოს სათამაშო რაღაცას. თუმცა მშობლები ხშირად თხოვენ. ეს ასაკობრივ თავისებურება ამ დროს ბავშვი არასოდეს არ
თამაშობს სხვასთან ერთად, აი ეს არსებობს ეს რეალობა და ამ დროს რომ ვთხოვოთ, ესე იგი ჩვენ უკვე დავიწყებთ ძალით რაღაცის მოთხოვნას და შეიძლება ბავშვი დაგვეთანხმოს, რა თქმა უნდა და წამოვიდეს ამაზე, მაგრამ ეს არ იქნება მისი ბუნებრივი მოთხოვნილება. ისე რა თქმა უნდა, იცით, აი ყველაზე ჩემი აზრით ყველაზე მთავარი, როდესაც ბავშვი იბადება არა, არის ის, რომ მას საერთოდ განუვითაროთ მოსმენის უნარი. დიახ, რომ მოგვისმინოს. როგორ? არსებობს ყველაზე რთული არის ბავშვის აღზრდა. ეს ყველაზე რთულია და არის ერთი გენიალური მეთოდი, არც თუ ისე გახმაურებული. როდესაც და ეს პრაქტიკაში უკვე გამოყენებული იქნა არაერთხელ და ეს ბავშვები უკვე გაიზარდნენ. დიახ. და შედეგი შესაბამისია. კი, მეცნეთ. რამოდენიმე კვირის ბავშვი, რომელიც წევს, ესე იგი, დავუშვათ საიტახტზე. დიახ. და მას უკვე მომთავრებულია ყველა ის, რაც, ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, ესე იგი, უკვე ეძინა, არ შეარწყული, ყველაფერი რიგზე აქვს, კი. და ეხლა უკვე აი თავისუფლად უნდა გაატაროს დრო საინტერესოდ. და დედა მას გამოთქმით უკითხავს ლექსს. დიახ. მშობლიურ ენას, ესე იგი, რომლებსაც არ უნდა იყოს. გამოთქმით აი გრძნობით იმ ემოციით, ესე იგი რაც მას აქვს, რაც იმ ლექსმა უნდა რომ გადასცეს, არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ეს ლექსი იყოს ძალიან მარტივი და ბავშვო. შეიძლება იყოს საკმაოდ ისეთი ლექსიც, უფრო დიდი ასაკისთვის შესაძლებელი კი და თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი კაპაციტეტებით და როგორი ინტერესით, ყურადღებით ბავშვი უსმენს დედას, დედის ხმას. რამდენიმე კვირის ბავშვია საუბარი. ბავშვი რომელიც გაიზარდა, ასეთნაირად მე არ ვიტყვი რომ მხოლოდ ეს იყო მის აღზრდაში, ეს იყო ერთ-ერთი, მაგრამ მე ვთვლი ეს იყო ფუნდამენტალური. აი თავიდანვე დედამ მიიქცია ყურადღება თავისკენ. ეს ხო ტრადიციულად საქართველოს ცნობილი პატარასაკიდანვე მიჩვეულია რომ უნდა უსმინოს მშობელს. არა მარტო, იცით, ესეთი ბავშვი, ესეთნაირად აღზრდილი ბავშვი, მე მოусმენს არა მარტო მშობელს, არამედ აი ეს არაფოკუსირებული მზერა, როდესაც არის ბავშვის, რომ ვერ მიგიპყრია ყურადღება და ვერ დაგიჭერია აი ეს მისი მზერა, რომ გინდა მიიპყრო მისი ყურადღება და არ გამოგდის უბრალოდ ელემენტარულად. ამას უნდა აღზრდა აი ესეთი ადრეული ასაკიდან. უნდა გითხოთ იმის შესახებაც, ანუ აი ფსიქოლოგიური პოინტ რა ვიმსჯელოთ, რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას ბავშვებს შორის ინკლუზიური განათლებისას? რომელი ბავშვებისთვის? ორივე ბავშვებს შორის, მათ ურთიერთობაში რა პრობლემები შეიძლება წარმოჩინდეს? თუ არ ექნება ამას მომზადება სათანადო მოზრდილი ადამიანების მხრიდან, შესაბამისად მშობლების მხრიდან, მე მესმის იმ მშობლებისაც, რომლებიც ხვდებიან ასეთ გარემოში, სადაც ასეთი ბავშვი მოდის კლასში, მათ შეიძლება კონდეთ გარკვეული შიში ან არ მოსწონდეთ ესეც გასაგებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათ უნდა მოამზადონ ბავშვი ერთი, რა თქმა უნდა, და გაესაუბრონ თვითონ მასწავლებელს, ესე იგი რა სიტუაცია ამ მხრივ. მე ვფიქრობ, რომ ამას სჭირდება მომზადება. ისე უცბად 1 სექტემბერს თუ როცა იწყება სწავლა, ბავშვი მოვიდეს და დახვდეს ბავშვი, რომელიც მათგან განსხვავდება. რა თქმა უნდა ეს გასაგებია ეს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, მაშინ აი საუბარმა მიგვიყვანა და გითხავთ იმის შესახებაც, თუ ინკლუზიური განათლება დაიგეგმება უკვე ბაღში და რაზეც არის საუბარი. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ? ეს არის ძალიან პატარა ასაკი უკვე. კი, მაგრამ რამდენი წლის, აი რას გულისხმობთ, რამდენი წლის ასაკი? ზუსტად ასაკი არ არის დაკონკრეტებული, თუმცა ბაღში, სავარაუდოდ ახლა ბაგაში არ იქნება შესაბამისად ბაგაშიც თუ იქნება, არ იქნება იმდენად პრობლემები, იმიტომ რომ ძალიან პატარა ასაკის ბავშვები არიან. ალბათ უკვე ჩვეულებრივ სკოლამდელი ასაკის ბავშვები. ის დიაგნოზი რომ ბავშვი ჭირდება ინკლუზიური განათლება, ცოტა უფრო მოგვიანებით მოდის ხოლმე. და მე ვფიქრობ, ეს უფრო შეიძლება იშვიათად იყოს. და ეს ალბათ საქართველოში და ჩვენთან მე ვფიქრობ, რომ ამას ლები დაჭირდება. კი, მე ვფიქრობ. მე გადავხადე სტატისტიკას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ინკლუზიური განათლება ან არ არის, ან ახლა არის დანერგვის პროცესში. როგორ ფიქრობთ, საქართველო როდის ასე ვთქვათ შეასრულებს იმ სტანდარტს, როდის რომ ინკლუზიური განათლება იყოს ყველა სკოლაში? ახლა მიმდინარეობს ინკლუზიური განათლება 216 სკოლაში ჩვენთან. და ანუ რა არის საჭირო ამისთვის? მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში საჭიროა მასწავლებლების მზადყოფნა.
რა თქმა უნდა მათი პროფესიული მომზადება, სურვილი, რომ მოკიდონ ამ საქმეს ხელი და პარალელურად არც თუ ის ადვილია ეს მე მესმის, შეძლონ ამ ორი პროცესის სრულფასოვანი მართვა. დიახ. მშობლების როლი ამ შემთხვევაში როგორც კლასის ერთი ნაწილის ისევე მეორე, ესე იგი, რამდენი ბავშვიც არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში ინკლუზიური განათლებით, მათი მონაწილეობა და თვითონ ბავშვების მონდომებაც. იცით, მაქვს ერთი მაგალითი ამისი, ბავშვები საკმაოდ კეთილგანწყობილები არიან, მაგალითად ერთ-ერთ პირველ კლასში, ერთ-ერთი თბილისის სკოლის პირველ კლასში, ძალიან კეთილგანწყობილი დამოკიდებულება თესტი პატარას მიმართ და მეც გადავხედე როგორი იყო სტატისტიკის მიხედვით ბავშვების დამოკიდებულება და ნამდვილად ძალიან კეთილგანწყობით არიან როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ასევე ბავშვები და ეს რეალობაა და მე ვიყავი აფრთხილანებული სწორედ გუშინ ვესწრებოდი ერთ ასეთ გაკვეთილს თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სადაც მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს პატარა მოკლე ლექსით რომელშიც საუბარია იმაზე, როგორ უყართ ბავშვებს ერთმანეთი, სცემენ ერთმანეთს პატივს და მზად არიან აი ესეთი გახსნილი ურთიერთობებისთვის. აი ესე იწყება ეს გაკვეთილი. თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი დამოკიდებულება და იქნება ბავშვებს შორის რეალურად ამ კლასში და ისედაც შემექმნა ძალიან კარგი წარმოდგენა. ან ძალიან მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის მშობელს და მასწავლებელს ამ შემთხვევაში და მოდით შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, ჩვენ ვნახეთ ასევე სიუჟეტი, სადაც იყო ინკლუზიური ექსკურსია, რომელსაც ჩვენი ჟურნალისტი ელენე თავაძე დაესწრო და იმყოფებოდა ამ ექსკურსიაზე. რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი სახის ღონისძიებები ინკლუზიური სწავლების განსავითარებლად საქართველოში? ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვთვლი რომ ამ შემთხვევაში აი არა მარტო ამ ასე ვთქვათ, ამ ბავშვების მონაწილეობით უნდა ხდებოდეს ეს. ამ შემთხვევაში უნდა კარგი იქნება თუ იქნებიან ბავშვებიც საერთოდ აი მათი სკოლიდან სხვა ბავშვებიც, რომლებიც მათთან ერთად გაიზიარებენ აი ამ სიხარულს, შთაბეჭდილებებს და საერთოდ ამ გამოცდილებას. ჩემი აზრით ეს ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ანა ცინაძე, ბავშვთა ფსიქოლოგი, გახლდათ ახალი დილის სტუმარი.